სალამი, მოგესალმებით. ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. Ჩემი კითხვა ძალიან საინტერესოა, თვითონ ჯონ მაკარტურიც დაადასტურებს ამას და ჩემთვისაც საინტერესო იყო და თქვენ მოგისმენთ ამის შესახებ, მაგრამ ეხლა კიდევ სხვა რაკურსით დაგვანახებს ჯონ მაკარტური, რაც შეეხება ლოცვას და ღმერთის უზენაესობას. რატომ ლოცულობთ ჩვენ? ცვლის თუ არა ჩვენი ლოცვა მის ნებას, ან თუ ზრდის რაიმე მოხდენის ალბათობას, ან აჩქარებს პროცესებს, რაში მდგომარეობს მაშინ ჩვენი ლოცვა. თუ ღმერთი უზენაესია და ის ყველაფერს აკონტროლებს და ის მაინც მოახდენს იმას, რაც უნდა მოახდინოს. აი ნახოთ ახლა ჯონ მაკარტური რა მაგარი ოსტატობით უპასუხებს ამ კითხვას. გამარჯობთ პასტორ მაკარტურ, მე კრისტალი მქვია და ჩემი კითხვა შემდეგია. რა კავშირშია ლოცვა ღვთის უზენაესობასთან? კერძოდ ცვლის თუ არა ლოცვა ღვთისნებას ან ზრდის თუ არა რაიმეს მოხდენის ალბათობას. მაგალითად, თუ ლოცულობთ ამოტყოფის განსაკურნებლად, ან ადამიანის სულის ხსნისათვის და თუ ღმერთმა უკვე აირჩია წინასწარ განსაზღვრა, ვინ უნდა გადარჩეს, მაშინ რატო ლოცულობთ ჩვენ? აქვს თუ არა ჩვენ ლოცვებს აზრი და რაიმე მნიშვნელობა? და ჯონ მაკარტური პასუხობს: დიახ, ეს მართლა ძალიან კარგი კითხვაა კრისტალ. და ჩვენ ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ ღმერთი ყველაფერზე უზენაესია. ამ კითხვის გაგება ასე შეიძლება. წმინდა წერილში არის ძალიან ბევრი ილუსტრაციები, სადაც ადამიანის ლოცვას აქვს აზრი და ღმერთიც არიდებს სასჯელს ამა თუ იმ პიროვნებას. და არის ილუსტრაციები, სადაც ადამიანები ლოცულობენ და ღმერთი მათ ლოცვებზე წვიმას ასხავს, ან წვიმა მოყავს, ანუ პასუხობს მათ ლოცვებს. ჩვენი თვალსაზრისით მართალი კაცის ეფექტური მხურვალე ლოცვა ბევრ რამეს იძლევა. გახსოვთ იაკობის წერილის მეხუთე თავი. ასე არ არის, მართალი ადამიანის ეფექტური მხურვალე ლოცვა ძლიერ გავლენას ახდენს. ღმერთი ისმენს და პასუხობს ლოცვას. სინამდვილეში ჩვენ გვეუბნებია, რომ განუწყვეტლივ და დაუღლელად, ხო? ვილოცოთ. ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი ისმენს ჩვენს ლოცვებს. ლოცვა კი გარკვეული გაგებით ეს ძალა, რომელიც მისი ყოვლის შემძლეობის კუნთებს ამოძრავებს. საინტერესო ის არის, ადრეც მე მოვისმინე მგონი უორენ ვისბისაგან, ჯონ მაკარტურს უყვარს ეს. ლოცვა გარკვეული გაგებით ძალა, რომელიც მისი ყოვლის შემძლეობის კუნთებს ამოძრავებს. ღმერთის ყოვლის შემძლეობის. ძალიან მაგარი ის არის, კიდევ ვიმეორებ. ლოცვა გარკვეული გაგებით არის ძალა, რომელიც მისი, ანუ ღმერთის ყოვლის შემძლეობის კუნთებს ამოძრავებს. მოძრაობაში მოყავს ჩვენ ლოცვას. ძალიან იმედის მომცემია, ხო? ესეთი ურთიერთობა ღმერთთან. ამის გაგება ასე შეიძლება. ღმერთი სუვერენულია, მაგრამ ის სხვადასხვა საშუალებებით მოქმედებს. ღმერთი სუვერენულად გვიხსნის, მაგრამ არა ჩვენი რწმენის გარეშე. ხომ ასეა? ღმერთი ჩვენ გაგვწმენს სუვერენულად, მაგრამ არა ჩვენი მორჩილების გარეშე. ღმერთი სუვერენულად მოქმედებს, მაგრამ არა ჩვენი ლოცვის გარეშე. ამგვარად ღმერთმა განსაზღვრა საშუალებები, რომლითაც მისი სუვერენიტეტი მოქმედებს. თუ არ გწამთ, ვერ გადარჩევით. თუ არ დაემორჩილებით, ვერ განიწმინდებით. თუ არ ილოცებთ, ვერ დაინახავთ ღვთის ხელს. ღმერთი თავის სუვერენულ მოქმედებას საშუალებებს უკავშირებს და ლოცვა მისი მიერ არჩეული ერთ-ერთი საშუალებაა. თქვენ იტყვით, კარგი, თუ მე არ ვილოცებ, ღმერთმა შეიძლება იგივე გააკეთოს. და ეს მართალია, თუ არ ილოცებთ, მას შეუძლია რომ მაინც გააკეთოს იგივე, მაგრამ თქვენ უკვე ვეღარ მიიღებთ მის სარგებელს, რადგან არ იყავით ჩართული ამ პროცესში. თუ უფალმა გადაწყვიტა ვინმეს გადარჩენა, რომლის სახელიც კრავის სიცოცხლის წინშია ჩაწერილი სამყაროს შექმნამდე, ის აუცილებლად გადაარჩეს ამ ადამიანს. თუ ილოცებ, შენ ხდები უკვე საშუალება, რომელთაც ღმერთი იხსნის ამ კონკრეტულ ადამიანს. თუ მას არ გააკეთებ, სხვისი ლოცვები ხდება საშუალება, რომელსაც ის იყენებს და შენ კი ამ გარემოების გარეთ რჩები. შენ უკვე აღარ იღებ მონაწილეობას ამაში. ხედავთ ამას? შეხედეთ ამას ასე. თუ ლოცულობ, აგრძელ ლოცვას ვინმეს გადასარჩენად, ისინი გადარჩებიან და კურთხევას იღებ. შენც. ასე არ არის? შენი სიხარული სრულიად ჩართულია და იზიარებ ამ მადლს. ხოლო ვინც არ იყო ჩართული, ისინი ამის მიღმა დარჩნენ. თუ ვინმე ქრისტესკენ მოიქცა და შენ არ ილოცე მისთვის, მადლიერი ხარ, მაგრამ არა იმ დონეზე, როგორიც იქნებოდი თუ მუდმივად
შენ შეევედრებოდი ადამიანის ხსნაზე ღმერთს. ახლა გახსოვდეთ, რომ ჩვენმა უფალმა თქვა, რომ როდესაც ვლოცულობთ, მისი ნებისამებრ ის გვისმენს და მოქმედებს. ამიტომ ეს ყოველთვის მისი ნებისამებრ ხდება. ეს ყოველთვის მისი სუვერენული ნების ფარგლებშია. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, უფალო აღასრულე შენინება და მომეცი საშუალება ჩემ ლოცვებში ვიყო იმ პრივილეგიის ნაწილი, რასაც შენ იყენებ ამ ნების აღსასრულებლად, რათა შენ მიერ კურთხეული ვიყო. ამგვარად ლოცვა ნამდვილად სერიოზულად აღიქვას იმ პრივილეგიას, რომ იყოს საშუალება, რომელსაც ღმერთი ასრულებს თავის უზენაეს საქმეს. ლოცვაში ყველაზე მთავარი იდეა ის არის, რომ ეს ლოცვა, რასაც ჩვენ ვითხოვთ, პირველ რიგში უნდა შეესაბამებოდეს ღვთის განზრახვებს და მის ნებაში იყოს. ილოცოს მისი სრულყოფილი ნების შესაბამისად. როდესაც ჩვენმა უფალმა მოგცვა ეს დაპირება და წავიკითხავ ერთ მუხლს, თუ რამეს ითხოვთ ჩემი სახელით, მამა შეასრულებს მას, რათა განდიდდეს იგი. ხლა რას ნიშნავს ჩემი სახელით, როცა იესო ამბობს ამას იოანეს სახარების მე-14 თავის მე-13 მუხლში, თუ რამეს ითხოვთ ჩემი სახელით, მე გავაკეთებ. რას ნიშნავს ჩემი სახელით? ანუ რაც შეესაბამება მის ნებას. ამგვარად ჩვენ ვაღიარებთ ღვთის უზენაესობას, ჩვენ ასევე ვხარობთ იმ პრივილეგიით, რომ ჩართულები ვართ ამ საშუალებებში. სხვათაშორის ამ საშუალებების გამყნობის ერთ-ერთი სარგებელი არის ღმერთთან ზიარების სიხარული და პრივილეგია. კარგით? ძალიან კარგი კითხვა, გმადლობთ ამ კითხვისათვის.